სახალხო კრება პოლიტიკური ბანაკია, განაცხადა ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბა სანიკიძემ, რომელიც განმარტავს, რომ კრება ის ინსტრუმენტია, რომელიც ხალხს გამოადგება. სანიკიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორუმს კრებაში უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია კრებიდან მიდის. სახალხო კრებასთან ჩვენ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, გავაგრძელებთ ამას. რაც შეეხება სახალხო კრებიდან ფორუმის გამოსვლა, ეს ასე არ არის. ფორუმის განცხადებას გაგახსენებთ და გავიმეორებ მე პირდაპირ და შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეროვნულმა ფორუმმა შეიჩერა უფლებამოსილება სახალხო კრების მმართველობით ორგანოებში. ეს გამოსვლას არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება ამის მიზეზს, მთავარი მიზეზი ამის იყო ის, რომ სახალხო კრება ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახალხო კრება უნდა იყოს საზოგადოებრივ წიაღში უნდა დარჩეს. სახალხო კრება არის სერიოზული ლეგიტიმური ორგანო, რომელიც ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებს საომავლოდ ქართულ პოლიტიკაში და გარკვეული ამინდის შექმნის უნარიც ექნება სახალხო კრებას. ამიტომ მე ღიად ვადასტურებ, რომ ეროვნული ფორუმი აგრძელებს სახალხო კრებასთან ურთიერთობას და მე არ გამორიცხავ, რომ რაღაც აქციების ერთად დავგეგმოთ ჩვენ. ოღონდ რაც შეეხება გადაწყვეტილებას მონაწილეობის შესახებ, ამას მიიღებს ეროვნული ფორუმის პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკური ბანაკია, რა თქმა უნდა, სახალხო კრება და ყველა ასეთი ორგანიზაცია თან არჩევნითი ორგანოა, ხო? რა თქმა უნდა, პოლიტიკური არის. და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და თუ ვინმეს გონია, რომ ეს ცუდი არის, ან დასამალი არის, ან მისაჩქმარელი არის, არავითარ შემთხვევაში სახალხო კრება არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ძალიან სერიოზული, რომელიც ძალიან სერიოზულად შეიძლება გამოადგეს ქართულ ხალხს.